დღეს ამოვედით ანკიანოში. გეუბნებათ რამეს ეს სახელი, ანუ სოფლის დასახელება? ძალიან ბევრმა არ იცის, რომ აი აქ ანკიანოში დაიბადა და გაიზარდა ლეონარდო და ვინჩი. და ახლა ჩვენ ვიმყოფებით მის სახლ-მუზეუმში და ძალიან მინდა გაჩვენოთ, როგორი სილამაზეა და როგორი გარემოა ზოგადად აი აქ, როგორი სიწყნარე და ბედნიერება. ტოსკანის გულში, პატარა და მშვიდ სოფელ ანკიანოში იწყება ლეონარდო და ვინჩის გზა. სწორედ აქ, აი ამ სახლში დაიბადა ის 1452 წლის 15 აპრილს. ძალიან სასიამოვნო და საინტერესოა ამ ყველაფერთან პირადი შეხება. სახლ-მუზეუმი დახვდა დაკეტილი, თუმცა გარედან შევძელით მისი დათვალიერება. კაზა ნატალე დი ლეონარდო აწერია, თუ ხედავთ კადრში. სახლი გარშემორტყმულია უამრავი როზმარინით და სხვადასხვა მცენარეებით, ასევე ზეთის ხილის ბაღით. აქ იყიდება მუზეუმის ბილეთები, სახლ-მუზეუმის ბილეთები და აი სწორედ იმ შენობაში არის შემორჩენილი უძველესი ბუხარი. ძალიან საინტერესო სანახავია და სასიამოვნო ნამდვილად. წარმოვიდგინე თუ როგორ დარბოდა პატარა ლეონარდო აქ და როგორ იზრდებოდა სწორედ აი ამ ულამაზეს გარემოში. აი აქ როგორც მახსოვს იყო მარანი და ეხლა დაკეტილია. ძალიან ლამაზი სანახავია ეს ყველაფერი. თითქოს დრო გაჩერდა. იდუმალებით არის სავსე აქაურობა. ჩვენ ახლა გავაგრძელებთ გზას და მივდივართ ქალაქ ვინჩიში, რომელიც არის ანკიანოდან 3 კილომეტრის დაშორებით. თქვენ კი მანამდე მოიწონეთ ეს ვიდეო თუ მოგწონთ, რა თქმა უნდა, და გამოიწერეთ ჩვენი არხი. თუ იტალიაში აპირებთ მოგზაურობას, აუცილებლად ეწვიეთ ვინჩის. ეს არის ულამაზესი პატარა ქალაქი, ზღაპრული ქალაქი, თავისი ქვის შენობებით. მართლა გგონია ადამიანს, რომ მოხვდის სადღაც შუა საუკუნეების ზღაპარში. ეხლა გავივლით სწორედ იმ ტაძართან, სადაც მოინათლა ლეონარდო წმინდა ჯვრის სახელობის სანტა კროჩეს ტაძარი.
იტალიის ნებისმიერ ქალაქში შეგიძლიათ აღმოაჩინოთ ლეონარდო და ვინჩის მუზეუმი, თუმცა ყველაზე დიდი კოლექცია და ყველაზე მნიშვნელოვანი ინახება სწორედ აქ, ამ პატარა ქალაქის მუზეუმში. ესეც მისი ნახატის მიხედვით შექმნილი ვიტრუვიელი კაცი. ეხლა კი ვახშმის დროა და რა თქმა უნდა ერთ-ერთ ვინჩის რესტორანში ვივახშმებთ. ძალიან გემრიელი პასტა და ძალიან გემრიელი ხორცეული აქვთ. წითელი ღვინო და ტირამისუ. მე მთელი სულით და გულით გირჩევთ არ გამოტოვოთ ეს პური და როდესაც ჩამოხვალთ იტალიაში აუცილებლად დაგეგმეთ ვინჩის მონახულება. ამასობაში დაღამდა და ეხლა ღამეს ვინჩიშიც გავიაროთ. ტურის დასაჯავშნად მოიწონეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ გვერდი და მოგწერეთ ან კომენტარებში, ან პირად შეწყობინებაში.